მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელი ჩვენი ლაივის თემა არის ორი კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ტრადიციულად. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. გაგაცნოთ მომავალი ორი კვირის პროგნოზს. პირველ რიგში დავიწყებ იქედან, რომ მომავალი ორი კვირა ეს ვთქვათ არის საკმაოდ პრობლემატური, დაცაბული მომავალი ორი კვირა, რომელიც ეხება 19 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდს. არ გირჩევთ, ესე ვთქვათ, ჯერ დავყოფთ ამას ორ ნაწილად, ჯერ პირველი კვირა, ანუ 26 ივნისამდე, ხოლო 26 ივნისის შემდეგ, ესე ვთქვათ, ანუ ორ ეტაპად დავყოფდი ამ პროგნოზს და დავიწყებ ტრადიციულად, ანუ ზოგადი პროგნოზით. ზოგადი პროგნოზი და ზოგადი ფონი მომავალი ორი კვირის არის საკმაოდ დაძაბული, განსაკუთრებით სოციალური და ფინანსური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თავი შევიკავოთ რაღაცა მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისგან, ანუ 28 ივნისამდე გირჩევთ, რომ არ დაიწყოთ ახალი საქმეები, არ არის რეკომენდირებული რაღაცა ბიზნესის წამოწყება ან დიდი შენაძენების გაფორმება, თუ ახლა ამ პერიოდში მოგიწიათ რაღაცა ვთქვათ კონტრაქტებზე რაღაცა ხელის მოწერა, ეს კი ბატონო თუ სხვა გზა არ იქნება გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც ასეთი თუ შეგეძგათ, რომ თავი არიდოთ ანუ მსხვილ შენაძენებს, ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა თუ არიდებთ თავს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში არის საკმაოდ გააქტიურებული ფინანსური თაღლითური სქემები, ფინანსური თაღლითობების ალბათობა არის საკმაოდ დიდი დოზით, ასევე შესაძლებელი არის, რომ გაგიჭირდეთ ტყუილის და სიმართლის გარჩევა და ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი არის, რომ ზოგადად ყურადღება მივაქციოთ იმ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ, იმიტომ რომ არის ან ნეგატიური ინფორმაციების გავრცელების ალბათობა, ანუ რეალურად ტრანზიტი, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ესე ვთქვათ პირველი შეერთება სატურნი-ნეპტუნის, რომელსაც მოაქვს რა თქმა უნდა თავისი ენერგეტიკული ფონი და განსაკუთრებით მომავალი ერთი კვირის მანძილზე, აი ეს ნეგატიური ენერგეტიკული ფონი არის განსაკუთრებით დიდი დოზით სამყაროში გააქტიურებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება პირველ რიგში ჩვენ სულიერ მდგომარეობას, შინაგან მდგომარეობას. გლობალური თვალსაზრისით ეს რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ გავლენას ახდენს სოციალურ კრიზისზე, ანუ პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას ზოგადად მთლიანად მსოფლიო, რაც ნიშნავს ეს ვთქვათ ერთგვარი წინაპირობა არის ეს რეალურად ეს კრიზისი იმ ახალი ეპოქის შემოსვლის, იმ გადატვირთვის, რაზეც ჩვენ საუბრობთ 2025 წლის დასაწყისში, თუმცა პიროვნულ დონეზე, ანუ თითოეული ადამიანის დონეზე, თუ ესე ვთქვათ, ანუ მსოფლიოს ესე ვთქვათ დავყოფთ და ვიტყვით, რომ მხოლოდ მსოფლიოში და პიროვნულ დონეზე ეს მოქმედებს როგორც ფინანსური კრიზისი, ასევე სოციალური კარიერული კრიზისი, ბევრი ადამიანი შეიძლება დაუდგა და მომავალი ორი კვირის მანძილზე, ну განსაკუთრებით ეს კვირა არის, ხო, 27 ივნისამდე არის განსაკუთრებით დაძაბული ემოციური ფონი, ანუ ენერგეტიკული გამოფიტვა შესაძლოა რომ ვიგრძნოთ. აქედან გამომდინარე, აი ეს პერიოდი არის განსაკუთრებით ესე ვთქვათ კრიზისული, ბევრი ადამიანი შეიძლება დაუდგეს კარიერული თვალსაზრისით რაღაცა კითხვის ნიშნები, შეიძლება გაუჩნდეს ბევრი ადამიანს სურვილი რაღაცა პროფესიის შეცვლის, ან საქმიანობაში რაღაცა სხვადასხვა მრავალფეროვანი შტრიხების შეტანის. რეალურად კარგი პერიოდი არის ამისთვის და ამას ითხოვს კიდევაც ეს პერიოდი ზოგადად სიახლეებს, ანუ სიახლეების მხრივ არის ეს გამოწვევები, თუმცა 27 ივნისამდე მაინც და მაინც არ გირჩევთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას. იქიდან გამომდინარე, რომ პერიოდი არის საკმაოდ დაძაბული, შეიძლება რაღაცები არაადეკვატურად აღვქვათ, ამ პირიქით ძალიან დრამატულად აღვქვათ და ესეთი დრამატულიც არ იყოს, ხო? ჩვენს გარშემო არსებული რეალობა. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ემოციური ფონი ესე ვთქვათ ვაკონტროლოთ, მივაქციოთ ყურადღება ჩვენ შინაგან სულიერ მდგომარეობას და ამავდროულად დავიწყოთ რაღაცა ახლის დაგეგმარება. ხო, კარგი არის ახლა 27 ივნისამდე თუ მაგალითად ჩავუღრმავდებთ საკუთარ სურვილებს, დავისვენებთ და აღვიდგენთ ენერგიებს. ამ მხრივ მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი არის და გირჩევთ, იმიტომ რომ ახლა გადაღლილზე, დასტრესილზე, ანუ ფსიქოლოგიურად გამოფიტულზე ადამიანი მაინც და მაინც ვერ იღებს, ხო, იმ გადაწყვეტილებებს, რომელ გადაწყვეტილებასაც ვისურვებდით სამომავლოდ, რომ რაღაცა შედეგი გამოეღოთ ჩვენს ცხოვრებაში, ანუ არაადეკვატური შეიძლება იყოს რაღაცების გამოვლინება. აქედან გამომდინარე, რომ მხოლოდ დასვენებას და ენერგიების აღდგენას თუ დაუთმობთ დროს და არ შეეჭიდებით იმას, რაც არ გამოდის 27 ივნისამდე, ძალიან კარგი იქნება ამით დაზოგავთ როგორც დროს, ასევე ენერგიას და ამავდროულად სტრესს, ხო, რომელიც შეიძლება იყოს რაღაცის ვერ გამოსვლის ან წარუმატებლობის შემთხვევაში.
26 ივნისამდე ეს ვთქვათ საუბრობ, იმიტომ რომ 25-ში გვაქვს 25 ივნის საქართველოს დროით 14 საათსა და 22 წუთზე გვაქვს ახალი მთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოში და როგორც უკვე ვამბობთ, ეს ენერგია, ანუ კირჩხიბის ენერგია, მოკლედ გავრცელდება, თუმცა მანამ სანამ ეს კირჩხიბის ენერგია გავრცელდება და როგორც სამყაროში, ასევე თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, მანამდე მნიშვნელოვანია, რომ აი ეს ტყუპების დაძაბული ასპექტები გავიაროთ, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ და ეს არის რეალურად დისკომუნიკაცია, მოლაპარაკებების, ესე ვთქვათ, როცა არც ერთი მხარე და არავინ არავის არ უსმენს, ყველა თავის ეგოისტურ, ესე ვთქვათ, მიზნებს და სურვილებს ცდილობს, რომ ესე ვთქვათ, გაიტანოს და მოახვიოს საზოგადოებას თავს და აქედან გამომდინარე მე უკვე იქნება ის რაც იქნება, ანუ როგორც გლობალურ დონეზე პოლიტიკური კრიზისი, ასევე თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, ანუ კონფლიქტური სიტუაციები, გაუგებრობები, სტრესები, შეიძლება ქონდეს ბევრი ადამიანის განცდა, რომ რაღაცა მე ვერავინ ვერ მიგებს და რაღაც მარტოობის განცდა შეიძლება რომ იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი არის, რომ ანუ პრობლემის სათავე არ არის იმაში, რომ ვიღაცა ვერ გვიგებს, ან ვიღაცა ცუდია, პრობლემის სათავე იმაში არის, რომ უბრალოდ ამდენი რაღაცის შემდეგ, რაც ეს ბოლო 1 წელი მიდის, თითოეული ადამიანის ფსიქოლოგია და ფსიქიკა არის გადამწვარი, ანუ დაღლილი და მნიშვნელოვანი არის, რომ დავისწოროთ და ეხლა ამ პერიოდში თუ რაღაც ენერგია არ აგაქვთ, მაგრამ საკუთარ თავს ძალას ატანთ, რომ აი გინდა თუ არა უნდა შევძლო, ხო, განსაკუთრებით 27 ივნისამდე. ნუ აი ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ენერგიებს კიდევ უფრო უარესად დახარჯავთ და საბოლოო ჯამში რეზულტატზე მაინც გაგიჭირდებათ გასვლა. ან შეიძლება გახვიდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში აი რაღაცა მაინც ნაკლი ქონდეს და ბოლომდე კმაყოფილი არ იყოთ. ამიტომ აუცილებელი არის, რომ ვისწავლოთ დასვენება, ხო? ანუ დასვენებასაც აქვს რაღაცნაირად თავისი პერიოდები. რაც შეეხება მოკლედ დანარჩენ მოცემულობებს, აი ეს მოცემულობები, რომლებიც არის სოციალური თვალსაზრისით, ანუ ფაქტობრივად უმაღლესი პლანეტები, ასევე სატურნი და სამივე უმაღლესი პლანეტა ყავს პირველ, მეორე, მესამე გრადუსზე ამ წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ იწყება საერთოდ ახალი ეპოქა, ახალი მიდგომები, თუმცა როგორც უკვე აღნიშნე, ამ ეპოქის წინ აუცილებელი არის ხოლმე და როგორც წესი ხდება ხოლმე, როგორც ადამიანების ცხოვრებაში, ხო, ანუ სიახლეების და რაღაცა ახალი კარის გაღების წინ რაღაცა კრიზისი უნდა გავიაროთ, ასევე ხდება, ანუ სამყაროში ცხოვრება, სამყარო გადადის ახალ ეტაპზე, თვითონ სამყაროც განიცდის კრიზისს, თუმცა მაქსიმალურად მნიშვნელოვანი არის, რომ პირველ რიგში ჩვენ თითოეულ ადამიანს რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ ამ პერიოდში მიმდინარე პროცესებზე, როგორც საკუთარი ცხოვრების რაღაცა სირთულეების გადასაჭრელად, ასევე მსოფლიოში არსებული სიტუაციებისთვის, ხო, რაღაცა ის ასიკეთოთ ჩვენ წვრილ შევიტანოთ, ეს არის მხოლოდ ერთადერთი რაღაც რომ ვილოცოთ მსოფლიოს და მაქსიმალურად ანუ ჰარმონიული ენერგიები გავუშვათ, რაც მე აღნიშნე დაახლოებით 1 თვის წინ პოსტში, როდესაც თქვი რომ თუ ეს კრიზისი არ გადაიჭრებოდა, ანუ სოციალური მსოფლიოში დადგებოდა ეს ვთქვათ სერიოზული საომარი, ეს ვთქვათ მესამე მსოფლიო ომის წინაშე და ესე ვთქვათ გზა მიდის, თუმცა აქ გადაწყვეტილი ცალსახად შეიძლება არაფერი არ არის ჯერ კიდევ, შეიძლება ჯერ კიდევ რომ რაღაცა ეს ვთქვათ ჩვენი დაფიქრებით, ანუ ჩვენი ეგოიზმის დაძლევით, რაღაცები ჯერ კიდევ გამოვასწოროთ, თუმცა თუ ამ თვის ბოლომდე, ივნისის ბოლომდე, მაქსიმუმ ივლისის ბოლომდე ეს პრობლემები არ გადაიჭრა, მე უკვე უფრო რთული იქნება ამ პრობლემების გადაჭრა და უფრო შეიძლება მეტი ზიანი მიიღოს ზოგადად სამყარომ. 2025 წელი რადგან ითხოვს სულიერ განვითარებას, აქაც რა თქმა უნდა თავისთავად ჩვენ როდესაც ეს ენერგია ვრცელდება, განსაკუთრებით ანუ ქრისტიანობის ენერგია, რა თქმა უნდა აქ ბოროტი ენერგიებიც ავტომატურად იწყებენ ბრძოლას და რა თქმა უნდა არის მსხვერპლი და ეს არის ჩვეულებრივი, ანუ 2025 წელი არის, ანუ ერთგვარი ბრძოლის ველი, ხო? კეთილი და ბოროტი ენერგიების, როგორც სხვათა შორის იწყებოდა 2025 წლის ჩემი წიგნი მიხყევი ვარსკვლავს 2025 და სხვათა შორის ეს წიგნი აღარ არის გაყიდვაში და ვისაც გაქვთ შეგიძლიათ რომ აი ამ წიგნით ყოველდღიურად იხელმძღვანელოთ როგორი დღე არის, ანუ სიტყვიერი რეკომენდაციებით, ახალმთვარეობის საათები, რომელიც ზოდიაქოში ამთვარე და შემდეგ ანუ საკმაოდ კარგად შეგიძლიათ ასევე ზოდიაქოს პროგნოზები არის და ზოგადად 2025 წლის პროგნოზი, ვისაც გაქვთ გილოცავთ, იმიტომ რომ წიგნი უკვე აღარ იყიდება. და შეგიძლიათ რომ ამას მიყვეთ, საკმაოდ კარგად არის ყოველდღიური, ანუ ენერგეტიკული, ესე ვთქვათ, რაღაცა რეკომენდაციები მოცემული და ასევე ახალი საქმეების და ფინანსური და ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის კალენდრები.
რაც შეეხება ახლა დანარჩენ მოცემულობას, ახალმთვარეობა გვექნება 25 ივნისს, მანამდე აუცილებელი არის დავზოგოთ ენერგიები, ასევე ვიტყოდი რომ ზაფხულის ბუნიობა გვაქვს 21-ში, როდესაც არის ყველაზე დიდი დღე. ეს დღე არის ანუ სიმბოლოდ როცა გადადის მზე ზოდიაქოს მეორე კარდინალურ კირჩხიბის ნიშანში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი და ზოგადად ენერგია იქნება ესეთი რომ ყველას მოუნდება თავისი სახლი დაიცვას, თავისი რაც არის მის საკუთრება დაიცვას და ამას ჩვენ კიდევაც ვხედავთ, რომ ყველა ქვეყანა ამბობს, რომ ჩვენთვის რაც იქნება კარგი, იმას გავაკეთებთ, ხო? აქედან გამომდინარე შეიძლება რაღაც მომენტში ფანატიკურადაც კი გაიბეროს აი ეს რაღაცა პატრიოტული მიდგომები, რომელიც ანუ ნებისმიერ ფანატიზმი არის უკვე საშიში, რაც იმას ნიშნავს, რომ აი ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალურად რომელიმე ქვეყანა საფრთხე არ ემუქრება, ხო და ტყუილად აქვთ ეს განგაში. ნუ საბოლოო ჯამში აუცილებელი არის, რომ კირჩხიბის ენერგია დავამუშაოთ, ჩვენი ოჯახური ღირებულებები თითოეული ანუ პატარა ეს ვთქვათ დონეზე თუ დავიყვანთ თითოეული ადამიანის დონეზე ეს არის ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ხოლო უფრო მაღალ დონეზე თუ ავწევთ, ეს არის უკვე ჩვენი როგორც სულიერი ღირებულებები, ასევე ანუ პატრიოტული სამშობლოს ღირებულებები და რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში დატრიალდება ეს ენერგია სრულიად დედამიწაზე და აუცილებელი არის რომ ჩვენი პირადი უსაფრთხოება ავაშენოთ, როგორც თითოეულმა ადამიანმა, ასევე თითოეულმა ქვეყანამ, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში ანუ სიმდიდრე არის იქ, სადაც არის ჩვენი ფესვები, ხო? ამ თითოეული ადამიანის შემთხვევაში, სხვათა შორის არ ვამბობ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენზე. ანუ თითოეული ადამიანი ბევრად უფრო დაცული იქნება თავის ქვეყანაში, ვიდრე მაგალითად სხვა ქვეყანაში, თუნდაც რომ ეს ქვეყანა იყოს მაინც და მაინც კონფლიქტში, შეიძლება ცოტათი პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ნუ ვარსკვლავები ესე გვეუბნებიან. რაც შეეხება დანარჩენ მოცემულობას 25 ივნისამდე ეცადეთ რომ მაქსიმალურად არ შეხვდეთ კონფლიქტში, არის ოჯახის წევრებთან კონფლიქტურების ალბათობა, აგრესიის, ის რაც დიდი ხნის მანძილზე დაგიგროვდათ წყენა ოჯახის წევრების მიმართ შეიძლება ამან ამოხეთქოს. თუ ამან მაინც და მაინც ამოხეთქა, ახლა ვერ შეიკავდა თუ ეს დაგროვილი იყო, აქედან გამომდინარე ისიც რო არ მოხდეს, რომ შევიკავო და მე ამ ენერგიამ გამოუხატავმა დესტრუქციულად იმოქმედოს ჩვენზე, მაინც უფრო ანუ აუცილებელი არის რომ ამაზე ვისაუბროთ, ხო, ოჯახის წევრებთან, მანამ სანამ ნეგატიურად ამოფეთქავს, ჯობია რომ ანუ ჩვენი ვენებით ჰარმონიულ კონტექსტში ეს დავამუშაოთ, ანუ ეს ენერგია დავასუბლიმიროთ, მნიშვნელოვანია, კარგი არის ასევე 28-ში თუ ჩამოწერთ მომავალი თვის გეგმებს 28 ივნისს შეგიძლიათ რომ ჩამოწეროთ მომავალი თვის გეგმები და განმეორდები და ვიტყვი რომ ეს არ უნდა იყოს ოცნებები. ეს უნდა იყოს გეგმები, რომლის შესრულებას თქვენ უშუალოდ თქვენი ან დღევანდელი რესურსით შეგიძლიათ ან შესრულებადი არის, ამის იმედი გაქვთ ამ თქვენს ხელში რაც არის. ეს სხვათა შორის ძალიან კარგად მუშაობს გავსი პრაქტიკა. მე მგონი ინტერნეტის პრობლემა იყო, მაგრამ ერთი მითხარით თუ ისმის ჩემი ხმა, იმიტომ რომ აქ დამიწერა რაღაცა პრობლემა იყო. ამიტომ უნდა ავაშენოთ მოკლედ ჩვენი ვამბობდი იმას, რომ უნდა ავაშენოთ ჩვენი პირადი უსაფრთხოება და თუ კონფლიქტები იქნება ოჯახში და თუ რაღაც დაპირისპირებები იქნება ოჯახებში, ეს რა თქმა უნდა დაასუსტებს როგორც ჩვენს სოციალურ მხარეს, ანუ მატერიალურ მხარეს, ასევე ფსიქოლოგიურს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგადად ანუ უსაფრთხოება, ემოციური უსაფრთხოება ავაშენოთ და ასევე ავუშენოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენგან ამას ელოდებიან, ხო? ანუ უპირობო სიყვარულის გაცემა. აი ეს გვევალება, დიდი მადლობა. მოგესალმებით ყველას, ვინც მიყურებთ. ხო, რაღაცა ინტერნეტის ხარვეზი იყო და როგორც ყოველთვის მოკლედ ესეთ რთულ დღეებში ინტერნეტის ჭედავს ხოლმე. მაგრამ ნუ სამწუხაროდ ახლა უფრო ჰარმონიული დღე ვერ ავარჩიე, იმიტომ რომ ეს მომავალი პერიოდი საკმაოდ დაწებულია. ხო, გადავალ ახლა უკვე მე ზოდიაქოს ნიშნებზე და ვიტყოდი რომ 28 ივნისიდან უკვე შეგიძლიათ ახალი საქმეების წამოწყება, ასევე შეგიძლიათ კონტრაქტების გაფორმება, რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი საოჯახო შენაძენების შესაძენად, ანუ კარგი პერიოდი არის, უკვე 26 ივნისიდან პერიოდი და კარგი იქნება თუ ზოგადად აი ამ ოჯახის, ანუ სახლის მოწყობას დაუთმობთ დროს, განსაკუთრებით ზაფხულის ბუნიობა 21 ივნისი, როდესაც მზე გადადის
კირჩხიბის ზოდიაქოში სიმბოლურად ასევე ძალიან კარგი იქნება თუ ზოგადად სახლის მოვლას, სახლის გალამაზებას, მომყუდროვებას და აი ამ თქვენი რაღაცა პირადი სივრცის კეთილმოწყობას დაუთმობთ და შეგიძლიათ რომ ამ შემთხვევაში შენაძენებიც გააკეთოთ სახლთან დაკავშირებით ეს ერთმნიშვნელოვნად ენერგეტიკულ თვალსაზრისით თქვენ შინაგან მდგომარეობაზეც სახლის აურაზეც და ამავდროულად ფინანსურ და სხვადასხვა კარიერულ მდგომარეობაზე ძალიან კარგად აისახება ენერგეტიკული თვალსაზრისით, თუმცა შეიძლება ეს ვერ დააკავშიროს ადამიანმა, რომ ახლა სახლი თუ მოვაწყე და სამსახურში დამოწინავართ, ახლა ეგრე შუაშია, მაგრამ რეალურად შუაშია და უბრალოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით, ჰარმონიულ გავლენას ახდენს და აქედან გამომდინარე ჰარმონიულ გავლენას რომ ახდენს, ეს რა თქმა უნდა აისახება სხვადასხვა სფეროზე და ამ შემთხვევაში აისახება კარიერაზე და ფინანსებზე. დავიწყებ ტრადიციულად ვერძებით, აქვე სანამ გადავალ ზოდიაქოს ნიშნებზე ვიტყვი, ვინც არ იცის მათთვის, რომ 1 ივლისამდე რექტიფიკაცია არის უფასო პირადი ჰოროსკოპის გაკეთების ან პროგნოზის გაკეთების შემთხვევაში, აქედან გამომდინარე მსგავს ფასდაკლება, რექტიფიკაცია უფასოდ იქნება 1 ივლისამდე აქციაში და იმ ადამიანებისთვის არის კარგი, ვინც არ იცის თავისი დაბადების საათი, ხოლო ვინც იცის დაბადების საათი, ეხლა რა ტარიფებიც არის პირადი ჰოროსკოპის კონსულტაციაზე, იგივე იქნება 1 ივლისიდან, არ შეიცვლება, არ მოემატება მათ ფასი, მხოლოდ და მხოლოდ მათთვის მომატება, ვინც არ იცის დაბადების საათი. დავიწყოთ ტრადიციულად ვერძებით და აქაც ვერძებთან ზოგადად თითოეული ზოდიაქოს ნიშნის პროგნოზს დავყავდი, 2 ნაწილად, ხო? 25-მდე, ახალ მთვარეობამდე. პრინციპში 26-მდე შემიძლია თქვა, იმიტომ რომ 25 რიცხვი მაინც ისედაც ენერგეტიკულად გამოფიტულია, თვითონ ახალ მთვარეობის დღე არ არის ჰარმონიული, ამ პერიოდში დავიტვირთოთ, დავიღალთ პირიქით 22-დან 26 ივნისის ჩათვლით, მაქსიმალურად თუ დაზოგავთ ენერგიებს, ბევრ სითხეს თუ მიიღებთ, ემოციურად თუ დაისვენებთ, არ გადაიტვირთებით მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყებას ან გაკეთებას თუ გადადებთ უკვე სადღაც 27-28-თვის მაინც, ძალიან კარგი იქნება, თუმცა თუ ვერ გადადებთ, ეცადეთ რომ ახალ მთვარეობის წინა დღე, ახალ მთვარეობის დღე და ახალ მთვარეობის შემდეგი დღე, აი 3 დღე მაინც იყოთ ხოლმე მაქსიმალურად მშვიდ გარემოში და ეცადეთ რომ აი საქმეები მაგ დღეებისთვის არ მოიტოვოთ და არ დაგეგმოთ ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები, რაც თქვენგან დიდ ენერგიას ითხოვს. დავიწყოთ ტრადიციულად ვერძებით. ეს მომავალი კვირა მოკლედ ვერძებისთვის არის გამოწვევებით ახსავსე ნათესავებთან ურთიერთობებში, გარშემოყოფებთან ურთიერთობებში, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში. 25-მდე პერიოდი არის პერიოდი, როდესაც ვერძებს აქვთ საკმაოდ ეს თქვა რაღაცა ამ ენერგიის აფეთქების, ხო? ვერძი არის ერთ-ერთი ზოდიაქო, რომელსაც აქვს ამ თვალსაზრისით რთული მოცემულობა ოჯახის წევრებთან კონფლიქტების მხრივ. ამიტომ მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კონფლიქტებს, ვერძებო. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აკონტროლოთ თქვენი ბრაზი, აპატიოთ და პირიქით. თუ რაღაცა დაინახავთ, რაც არ მოგწონთ, პირიქით თქვენ უნდა იყოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ აი ეს პრობლემა გადაჭრათ, თუნდაც ოჯახურ ურთიერთობებში, ან სახლში თუ არის რაიმე პრობლემა, ნებისმიერი პრობლემა, თუნდაც ონკანი იყოს შესაკეთებელი. ვერძები თუ აიღებენ საკუთარ თავზე ოჯახური საქმეების შესრულების პასუხისმგებლობას, ძალიან კარგი იქნება და ბევრ ნეგატიურ რაღაცას აირიდებენ და ამ პერიოდს პირიქით დაასუბლიმირებენ ჰარმონიულ კონტექსტში, უფრო ჩხუბის ნაცვლად პირიქით კარგ ეტაპზე გადავა თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ურთიერთობა და ბევრ რამეს გაცნობიერებაც ამავდროულად მოხდება, თუმცა ვერძებს შეიძლება გაუშვათ პროტესტები ეს ოჯახის წევრებთან მიმართებაში და რაღაცები გააპროტესტონ, რატომ უნდა გავაკეთო მე, ხო, მაგალითად და მაქსიმალურად ეცადეთ რომ ეს არქნათ, პირიქით მაქსიმალურად ჩართულები უნდა იყოთ ოჯახურ გარემოებებში. პრინციპში ეს მომავალი 2 კვირა ვერძებისთვის არის მთლიანად ეს ოჯახური ეს თქვა ღირებულებების გადაფასების კვირა მიდის და ფინანსური თვალსაზრისითაც აქ არ გამოურიცხავ, რომ ვერძებთან იყოს რაღაცა მაგალითად მოიფიქრონ საოჯახო ბიზნესი ან ახლებური გზით ფინანსების გამომუშავება, თუმცა ვერძებო აქაც გირჩევთ, რომ ეს უფრო მოხდეს 26 ივნისის შემდეგ, ხო, რაღაც ახალი საქმეების წამოწყება, ესე ვთქვათ, არ შეიძლება დაგეგმოთ, თორემ შესაძლებელი არის, ესე ვთქვათ, მანამდე განიხილოთ, დაგეგმოთ, მაგრამ უშუალოდ განხორციელება ჯობია 26 ივნისის შემდეგ. ფინანსურად კარგი პერიოდი არის ვერძებისთვის, არ არის საერთოდ გამორიცხული, რომ მოგემატოთ კიდევაც ვერძებო
ფინანსური შემოსავალი, ასევე არის შანსი სამსახურეობრივი ცვლილების, ან ამ არსებულ სამსახურში შესაძლოა იყოს პოზიციის ცვლილება, ხელფასის მომატება შესაძლებელია რომ იყოს, ზოგადად კარიერულად ისეთი ჰარმონიული პერიოდი აქვს და ზოგადად კარიერულ სიახლეებს ითხოვს, ახალი იდეები მოვა ვერძებთან, აი ამ 2 კვირის მანძილზე და მაქსიმალურად ეცადეთ რომ გამოიყვანოთ. ანუ მერეც იქნება ეს იდეები, ახლა არ გეუბნებთ რომ ეს 2 კვირა მოვა და მე უკვე აღარ იქნება. იქნება კიდევ 1 წლის მანძილზე, მაგრამ აი ამ მომავალი 2 კვირის მანძილზე უფრო ესე ვთქვათ თვალსაცემი იქნება, უფრო აშკარა იქნება, ეს შეიძლება იყოს თქვენი იდეა, ან მაგალითად მეგობარი მოვიდეს და ან თანამოაზრე, თქვენი გარშემოყოფების იდეა შეიძლება იყოს, რომელიც რეალურად გახდება თქვენი შემოსავლის წყარო. ასევე ნათესავებთან ურთიერთობები, დედმამიშვილებთან ურთიერთობები ვერძებთან გადადის ახალ ეტაპზე და თუ მათთან ერთად წამოიწყებთ რაიმე ახალ საქმეს, ესეც იქნება საკმაოდ ჰარმონიული და საკმაოდ ესე ვთქვათ პოზიტიური რაღაცა ახალი ენერგიებით აგავსებთ. ამიტომ სისხლით ნათესავებთან მაქსიმალურად ახლო ურთიერთობებს დაიჭერთ, ძალიან კარგი იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ აქ მეგობრებთან ერთადაც რაღაცა ახალი კრეატიული პროექტის წამოწყებას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი არის ის, რომ ვერძებს არ ურჩევ რისკს, არ ურჩევ ოჯახის წევრებთან კონფლიქტში შეცვლას, თუ რაღაცაზე უარს გეტყვიან ოჯახის წევრები, ეს არ უნდა გააპროტესტოთ, ვერძებო. დანარჩენი რაც თქვენზე არის დამოკიდებული და რაც თქვენს ხელში არის, შეგიძლიათ რომ ყველაფერი ეს თქვათ სიახლეები მიიღოთ, გააკეთოთ და ერთნიშნულად ამ მხრივ წარმატებული და პერსპექტიული პერიოდი გაქვთ, როგორც სამსახურში, ასევე მატერიალური თვალსაზრისით, თუმცა მატერიალურად ანუ რისკებს არ გირჩევთ, განსაკუთრებით 26-მდე არ გირჩევთ რისკებს, არც მე არ გირჩევთ, მაგრამ 26-მდე განსაკუთრებით აი ეს ნეგატიური ენერგიები არის გააქტიურებული. და გადავიდეთ კუროებზე. კუროებისთვის ჰარმონიული არის უფრო 26 ივნისიდან 26 ივნისამდე, ანუ ფინანსური დაძაბულობა აქვს კუროებს, ანუ საკმაოდ ეს თქვა დიდი ფინანსური ხარჯები შეიძლება რომ გქონდეთ, ამ პირიქით შემოსავლის პრობლემა შეიძლება იყოს და ხარჯი არ იყოს, საბოლოო ჯამში ფინანსური და სოციალური თვალსაზრისით ეს პერიოდი რაც მიდის ახლა კუროებზე ახდენს საკმაოდ დიდ გავლენას, თუმცა შემიძლია კუროები გავახაროთ და ვუთხრა, რომ იუპიტერის გადასვლით უკვე კირჩხიბის ზოდიაქოში და ამავდროულად უკვე 26 ივნისიდან, ანუ მზეც რომ გადავა კირჩხიბის ზოდიაქოში, თქვენი ფინანსური კრიზისი სრულდება და რეალურად ფინანსური თვალსაზრისით, ანუ ჰარმონიული პერიოდი გეწყებათ, ასევე ახალი გეგმები, ახალი იდეები, ახალი რაღაცა პროექტები, ახალი ცოდნები შეიძლება ამ თქვენი პროფესიონალიზმი აიმაღლოთ, ასევე ნათესავებთან ურთიერთობები და ოჯახის წევრებთან ურთიერთობები ბევრად უფრო ჰარმონიულ ეტაპზე გადადის, თუმცა აქაც მომავალი 2 კვირის მანძილზე კუროებთან არის აი ეს რაღაცა კარიერული, ცოტათი ოჯახური, კონფლიქტური ენერგიები, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კუროებმაც თავიანთი მთლიანი ენერგია და პოტენციალი ჩადონ თავიანთი პირადი უსაფრთხოების აშენებაში, ანუ ემოციური უსაფრთხოების აშენებაში და ამ შემთხვევაში მატერიალური თავისით მოვა, მაგრამ თუ პირად უსაფრთხოებას არ ააშენებენ და მხოლოდ მატერიალური იქნება პრიორიტეტი, ამ შემთხვევაში არც მატერიალური არ იქნება და არც პირადი არ იქნება. აქედან გამომდინარე, უფრო კარგი იქნება თუ ოჯახურ ურთიერთობებს დაუთმობენ დროს კუროები მომავალი 2 კვირის მანძილზე და განსაკუთრებით უკვე აი ეს რთული პერიოდი ფინანსურად სრულდება 26 ივნისიდან და 26 ივნისიდან, ანუ თქვენი ეს ვთქვათ ნერვიული, ემოციური ფონიც, შინაგანი მდგომარეობაც აბსოლუტურად ახალ, ბევრად უფრო ჰარმონიულ ეტაპზე გადადის. კარგი პერიოდი არის ასევე 26-ის შემდეგ კუროებისთვის პატარ-პატარა მოგზაურობებისთვის, თუნდაც ნათესაური ან ოჯახური შეკრებებისთვის. ეს ფინანსური პრობლემები საბოლოო ჯამში სრულდება და ახლებური გზით ახალი კარიერული შესაძლებლობები ან ვისაც რაღაცა ბიზნესი აქვს თქვა თავისი შეიძლება რაღაცა ახალი დაამატო, ხო? რაღაცა კრეატიული, რაც მოიტანს მე რა უკვე წარმატებას, თუმცა ეს ყველაფერი უკვე უნდა დაიწყოთ უფრო 28 ივნისიდან, უფრო ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ 28 ივნისიდან ჩაუყაროთ საფუძველი ნებისმიერ სიახლეებს, მანამდე მხოლოდ აღიდგინოთ ენერგიები, მოიფიქროთ, გათვალოთ და ასე შემდეგ და უფრო დრო დაუთმოთ შინაგან მდგომარეობას, ოჯახური ურთიერთობების გადახალისებას და ასევე დასვენებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კუროებთან. და გადავიდეთ ტყუპებზე.
ტყუპებთან ახლა ურანი გადადის უკვე ტყუპების ზოდიაქოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყუპები უკვე რაღაცა ქაოსურ პერიოდში დაეწყებათ ტყუპებს, შეიძლება რომ ან ძალიან ბევრი დრო დაგჭირდეთ, ან დრო გჭირდებოდეთ და რეალურად ვერ ასწრებდეთ ყველა იმ საქმეს, რომელიც გააქვთ, უამრავი კონტაქტები, უამრავი საქმე, აი ტყუპებთან, აი სულ ეს არის და აქედან გამომდინარე ტყუპები განსაკუთრებით გამოფიტულები არიან ენერგეტიკული თვალსაზრისით 26-მდე, 26 ივნისამდე, ხო? ამიტომ 26-მდე განსაკუთრებით ტყუპებს ვურჩევდი რომ დაისვენონ, კარგი იქნება თუ ფიზიკური აქტივობით დაკავდებიან, ასევე კარგი არის ინტელექტუალური სამუშაოთ დაკავდებით ტყუპებო, ფინანსური თვალსაზრისით ტყუპებთანაც თვის ბოლომდე ივნისის სადღაც 28 რიცხვამდე რთული პერიოდი არის, შეიძლება იყოს უკონტროლო ხარჯვა, რომელიც შესაძლოა იყოს ოჯახის წევრების, ანუ ოჯახური რაღაცა სიტუაციების ესე ვთქვათ, საჭიროებიდან გამომდინარე ეს ხარჯები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტყუპების აფეთქება, ან ამის გაპროტესტება, რაღაცა შემთხვევაში არ უნდა გააპროტესტოთ ეს, რაც უფრო გააპროტესტებთ, მით უფრო გაიზრდება თქვენი პასუხისმგებლობები ფინანსური ამ ოჯახის მიმართ. აქედან გამომდინარე პირიქით უნდა გასცეთ სიხარულის ტყუპებო, იმისთვის რომ აი ეს ენერგია, ანუ სწორად გამოიყენოთ და ნეგატიური გავლენა არ მოახდინოთ თქვენი პროტესტებით, ანუ რეალურად ხო პროტესტი ყველაზე დიდი სარეველაა, რაც ადამიანის სულ შეიძლება რომ მოედოს და რაც რეალურად უარესად უკან გუხევს. აქედან გამომდინარე, ტყუპებთან არის ეს ხარჯები, თუმცა საბოლოო ჯამში ფინანსურად ჰარმონიული პერიოდი არის ტყუპებთან. შეიძლება მოემატოთ კიდევაც, ანუ შემოსავალი, მომავალი 2 კვირის მანძილზე, თუმცა ჯერ ეს პირველი კვირა, ანუ პირიქით კლებადია ფინანსები, მაგრამ უკვე მეორე კვირას უკვე ეს ვთქვათ იმატებს, აი ეს თქვენი ფინანსური პოტენციალი და ამ მხრივ მოკლედ სანერვიულო არა გაქვთ და ფინანსებს თუ მოახმართ ოჯახური პირადი უსაფრთხოების აშენებას ან საოჯახო საქმეებს თუ დააფინანსებთ მაგალითად, ძალიან კარგი იქნება და სამყაროსგან მიიღებთ საკმაოდ კარგ უკურიაქციას და უფრო მეტ ფინანსებს. რაც შეეხება კარიერული თვალსაზრისით, აქაც არ გამოურიცხავთ ტყუპებთან, რომ ახალი კარიერული შემოთავაზება გქონდეთ, თუმცა არ გირჩევთ მეგობრებთან დაკავშირებით მომავალი 2 კვირის მანძილზე, ან თანხის სესხებას, ან გასესხებას, მაგრამ შეიძლება გახდეს კონფლიქტის საგანი, შეიძლება ასევე მოვიდეს ვიღაც გითხრათ რაღაცა ფული ჩადე რაღაცაში, შეიძლება თვითონ ძალიან ჯეროდეს, მაგრამ ანუ რეალურად ეს არ იქნება წარმატების მომტანი, მაგრამ თქვენს ოჯახთან ერთად ან დამოუკიდებლად, რასაც გააკეთებთ, ეს ყველაფერი იქნება უფრო წარმატების მომტანი. ან ტყუპებს ევალებათ, რომ მომავალი 2 კვირის მანძილზე, ანუ უცხო ადამიანები, თქვენი არასისხლით ნათესავები არ ჩარიოთ თქვენს ფინანსურ საკითხებში და ზოგადად ფინანსურ საქმეებში. სხვა მხრივ, მოკლედ, კარიერული თვალსაზრისით აი ეს ტყუპებს, რაც გქონდათ უკვე საკმაოდ რთული პერიოდი, საბოლოო ჯამში დასრულებული არის. ასევე კარგი იქნება თუ რაღაც ახალი შესწავლას დაიწყებენ ტყუპები, ამ ახალი შესწავლის, ახალი ცოდნების მიღების პერიოდი არის, აი მომავალი 2 კვირის მანძილზე თუ რაღაცა ცოდნა დაგაინტერესებთ, ან სრული გაგიჩნდებათ, რომ რამე შეისწავლოთ, შეგეძლოთ რომ დაიწყოთ ამაზე უკვე ფიქრი, თუ სექტემბრიდან იქნება მე უკვე დასაწყისი, მაინც ოკეი, სექტემბრიდან შეგიძლიათ დაიწყოთ, ну თუ არა და ეხლაც არ იქნება მოკლედ პრობლემა. ტყუპებთან აი ეს სიახლეების პერიოდი არის მაქსიმალურად, რომელიც არის უფრო ინტელექტუალური განვითარების სიახლეები და მე უკვე ეს ინტელექტუალური განვითარება, ანუ გულისხმობს შეიძლება იგივე პროფესიაში უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა, პირდაპირ პროპორციული იქნება თქვენი აღიარების და ეს საკმაოდ ჰარმონიულად მოვა. ანუ ყველა შრომა, ყველა ცოდნა, რასაც მიიღებთ, ყველა შრომა, რასაც გაიღებთ, დაგიფასდებათ. ამიტომ მომავალი 2 კვირის მანძილზე მოსული კრეატიული იდეების, სიახლეები არ დაიგნოროთ და განიხილეთ მაინც მინიმუმ თუ არ გააკეთებთ. ეს არის მნიშვნელოვანი. და ხოლო რაც შეეხება ფინანსებს, ну ფინანსურად აი ეს სირთულეები უკვე ნელ-ნელა სრულდება, განსაკუთრებით თვის ბოლოდან, ანუ ამ თვის ბოლოდან უკვე დასრულდება ეს სირთულეები. ტყუპებთან გადავდეთ კირჩხიბებზე. ანუ ახალი მთვარი არის, ახლა კირჩხიბები შეიძლება ენერგეტიკულად გამოფიტულად გრძნობდნენ თავს, შესაძლოა გქონდეთ რაღაცა უენერგიობა, ზოგადად დაბადების დღემდე ეს პერიოდი წინა 1 თვე ნებისმიერ ზოდიაქოსთვის რთული არის, იმიტომ რომ სოლარი უკვე დაღლილია, უკვე მზე არის უკვე მე-12 სახლში, ეს ვთქვათ, რომელიც არის ასევე რაღაცნაირად ილუზიური და ნეპტუნის ქვეშ და შესაძლოა აი თავს რაღაცა გაბრუებულად გრძნობდნენ, დაბალი წნევები გქონდეთ, უენერგიობას ასევე განიცდიდნენ შესაძლოა კირჩხიბები და აქვთ კირჩხიბებს, ანუ უენერგიობის მომენტი განსაკუთრებით
21-22 23 ივნის დაბადებულ კირჩხიბებს აქვთ ისე ვთქვათ ესეთი რთული პერიოდი. ამ ადამიანებს განსაკუთრებით ურჩევთ რომ დაზოგონ ენერგიები და ზოგადად კირჩხიბებსაც ურჩევ რომ დაზოგონ ენერგიები, ანუ ყველა კირჩხიბს, ანუ ზოგადად ამ რიცხვებში დაბადებულებს არა მხოლოდ არის აქ რაღაცნაირად ანუ რაღაცა ბევრი რამის გადააზრების პერიოდი, ანუ კირჩხიბებთან მივა აქ როგორც უკვე წინა პერიოდში აღნიშნე და ზაფხულის პროგნოზში ხო, ანუ ბევრი რაღაც გაცნობიერება მივა და ცოდნები მივა. აქედან გამომდინარე ეს მომავალი 2 კვირა განსაკუთრებით სანამ დადგება ზაფხულის ბუნიება 21-მდე განსაკუთრებით რთული არის კირჩხიბებისთვის, ანუ ენერგეტიკულად გამოფიტულად შესაძლოა რომ იგრძნონ თავი. ხოლო უკვე ახალმთვარობის შემდეგ, ანუ 26 ივნისიდან შედარებით აქ კირჩხიბების ენერგიაც აიწევს და ნელ-ნელა ვისი დაბადების დღეც იქნება, ყველა ადამიანი ნელ-ნელა იგრძნობს უკვე აი ამ ენერგიის მატებას. აქედან გამომდინარე დაბადების დღემდე მაინც ჯობია კირჩხიბები რომ დაზოგოთ ენერგიები მაქსიმალურად ტყუპები არ გამომრჩა. დაზოგოთ ენერგიები მაქსიმალურად ეცადოთ რომ არ შეხვიდეთ კონფლიქტში სამსახურეობრივად, ანუ სამსახურეობრივ თვალსაზრისით არის აქ კონფლიქტურობის ალბათობა. და კირჩხიბებს რა თქმა უნდა ყველაზე დიდი დოზით აქვთ, ანუ მოთხოვნილება, რომ აი ეს პირადი უსაფრთხოება შეიქმნა, ხო? ანუ ამ ადამიანებს ისედაც აქვთ ეს ენერგია, ამის მატარებლები არიან ბუნებრივად. აქედან გამომდინარე ემოციური თვალსაზრისით კირჩხიბები შეიძლება გადაიღალონ და ეს რაღაცა ემოციური დაძაბულობა იყოს. აქედან გამომდინარე ჩემი რჩევა იქნება რომ აქაც დაისვენოთ კირჩხიბებო და რაღაცნაირად ის პასუხისმგებლობები რომლებიც გაკისრეთ შეიძლება თქვენთვის რაღაცნაირად უკვე დამძიმდეს. ამიტომ კარგი პერიოდი არის განსაკუთრებით ამ თვის ბოლომდე განტვირთვისთვის, დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის ან განმარტოვებისთვის, თუნდაც არ ვიცი ფილმების ყურებისთვის, წიგნების კითხვისთვის. აი ეს არის ეს თქვათ ძალიან მნიშვნელოვანი რომ კირჩხიბებმა ამას მიაქციონ ყურადღება. რაც შეეხება ანუ ფინანსური თვალსაზრისით აქ კირჩხიბებთან მოვა რაღაცა სიახლეები, ოღონდ ეს უფრო თვის ბოლოდან ახალი კრეატიული იდეები, ახლებური გზით ფინანსების გამომუშავება კირჩხიბებსაც მოუწევთ, იქიდან გამომდინარე რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე ხო, თუ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ სამყარო გადადის ზოგადად ახალ ეტაპზე, სამყარო გადადის ახალ ეტაპზე თითოეული ადამიანის დახმარებით, ხო? აქედან გამომდინარე რომ კირჩხიბებსაც აქვთ აი ეს სიახლეების პერიოდები, ეს შეიძლება იყოს ახალი კარიერული საწყისები, რაღაცა კრეატიული იდეები, ფინანსური თვალსაზრისით აქაც მომავალი 2 კვირა კირჩხიბებისთვის ჰარმონიულია, ვერ ვიტყვი რომ ნეგატიური არის და ასევე ჰარმონიული არის ზოგადად ოჯახის წევრებთანაც აი ეს რაღაცა ეს ვთქვათ ურთიერთობები და რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლა, თუმცა პარტნიორულ ურთიერთობებში აი კირჩხიბებთან არის აქ დაძაბულობა და კონფლიქტურობას უნდა მოარდონ თავი. ეს თუ არ არის მაგალითად პარტნიორული ურთიერთობები, შეიძლება იყოს სხვა ოჯახის წევრებთან რაღაცა დაძაბულობები. აქედან გამომდინარე აი ეს რაღაცა პროტესტები კირჩხიბებს შეიძლება გაუჩნდეთ, ხო? ანუ ბავშვური რაღაცა პროტესტები, აი ძველი წყენები, რომ ვსაუბროთ, ძველი წყენები შეიძლება რომ ამოტივტივდეს ეს პირველ რიგში კირჩხიბებს ეხებათ, იმიტომ რომ კირჩხიბში ცხოვრობს მუდმივად ბავშვი, რომელიც რაღაცნაირად ვერ იზრდება და აქედან გამომდინარე შეიძლება აი კირჩხიბებს განსაკუთრებით ქონდეთ მომავალი 2 კვირის მანძილზე აი ეს რაღაცა ძველი პროტესტები და ეს ყველაფერი გახსენდებათ რატო? ნუ პირველ რიგში იმიტომ რომ შესაძლოა ტრანზიტია და მეორე რიგში იმიტომ რომ და ამაზე ბრაზდებით და ამისგან კონფლიქტი შეიძლება შექმნათ, იმიტომ რომ ფსიქიკა არის ზოგადად გადაღლილი, გადაქანწული და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის რომ დაისვენოთ და აი უფრო კარგი იქნება თუ აი ოჯახური გარჩევები, პროტესტები, ეს ყველაფერი საერთოდ თუ გადადებთ გვერდზე ამ ყველაფერს და უბრალოდ დაისვენებთ და ეცდებით რომ ენერგიები აღიდგინოთ, მე უკვე სხვა თვალი დაინახავთ ყველაფერს. ეს არის აქაც მნიშვნელოვანი. ანუ ფინანსურად არ არის ნეგატიური მომავალი 2 კვირა კირჩხიბებისთვის, აქაც რაღაცა სიახლეები შეიძლება იყოს ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა თვის ბოლომდე ზოგადად სამყაროში აი ეს მატერიალური ფონი არის დაძაბული. გადავიდეთ ლომებზე. გადავიდეთ ლომებზე, ნუ ლომებიც ესე ვთქვათ არიან სხვადასხვა იმ ქვაბში მოხარშულები ერთად, სადაც ვსაუბრობთ რომ ანუ ენერგიის გამოფიტვა არის, ხო? ანუ რაღაცნაირად თითქოს ძალა აღარ ყოფნით, ხო? ლომებს, აი აქაც არის რეალურად აი თვის ბოლომდან უკვე თავიანთ დაბადების დღემდე ლომებს აქვთ
ესეთი პერიოდი, როდესაც შეიძლება ენერგია ჰქონდეთ გამოფიტული, რაღაცა мотиваციის ნაკლებობა შეიძლება რომ განიცდიდნენ, რაღაცა სურვილის ნაკლებობას იმისაც საკეთებენ, მაგრამ მაინც გასაკეთებელი ქონდეთ და აი ეს რაღაც დაღლილობა, ხო? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ლომებსაც ეხებათ ის პროგნოზი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა დავისვენოთ განსაკუთრებით ამ თვის ბოლომდე, აღვდგინოთ ენერგიები. ეხლა ამ პერიოდში არ არის მიზანში შეწონილი მაგალითად დანებება ან იმ საქმეების მიტოვება, რომელიც გააქვთ, ხო, ლომებს უკვე წამოწყებული და თქვათ ენერგიას ვეღარ გრძნობთ, ხო? ანუ პირიქით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პერიოდში დავისვენოთ და არა დავნებდეთ. აქედან გამომდინარე, საუკეთესო პერიოდი არის დასვენებისთვის 28-მდე პერიოდი, ანუ 28 ივნისამდე პერიოდი, ეს საკმაოდ ახალი ძალებით აგავსებთ. ფინანსური თვალსაზრისით ეხლანდელი დაძაბულობა, რაც ხდება ლომებთან, ესეც ანუ რეალურად ამ თვის ბოლოდან უკვე სრულდება და ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ ჰარმონიული პერიოდი იწყება ივნისის ბოლოდან ლომებთან. აი ამ ენერგიების აღდგენასაც ანუ ნელ-ნელა იგრძნობთ, მაგრამ საბოლოო ჯამში დაბადების დღიდან, თუმცა დაბადების დღემდე, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ენერგია ისეთი არ არის, ისეთი ძლიერი, როგორიცაც ჩვენ ვისურვებდით, რომ იყოთ, ანუ მუდმივად უნდა დაისვენოთ და ანუ რაღაც საქმეები უნდა ამოარჩიოთ, რაც თქვენთვის უფრო პრიორიტეტულია და ის უნდა აკეთოთ და არა მაგალითად ყველაფერი, იმიტომ რომ ახლა ყველაფრის ენერგია არ გაქვთ, ხო, ზოგადად დაბადების დღემდე, მაგრამ აი ამ თვის ბოლომდე განსაკუთრებით, მე უკვე ეს ერთი თუ შედარებით უფრო ჰარმონიული იქნება და უფრო ენერგიულები იქნებით, ვიდრე მაგალითად ამ თვეში იყავით, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რაღაცა, ანუ ერთდროულად რამოდენიმე საქმის კეთების ენერგია არ გექნება და ამოარჩიეთ, რომელიც თქვენთვის უფრო პრიორიტეტულია. ანუ ფინანსურად კარგი პერიოდია ლომებისთვის, ფინანსურად არ არის ნეგატიური პერიოდი, უბრალოდ აი ეს კარიერული თვალსაზრისით, აი ეს რაღაცა ქაოსური სიტუაცია არის, ანუ საერთოდ შეიძლება კითხვის ნიშანი გედგეთ, ხო? ანუ საერთოდ გინდათ თუ არ გინდათ ის, რასაც აკეთებთ, ან შეიძლება ძალიანაც გინდათ და იმ დოზით ვერ აკეთებთ, რა დოზითაც ისურვებდით და ნუ აი ამ დაძაბულობაში იყოთ. საბოლოო ჯამში ეს დაძაბულობა მხოლოდ ხელს შეგიშლით და უფრო ვერ გააკეთებთ იმ დოზით, რა დოზითაც გინდათ. აქედან გამომდინარე, ჯობია რომ დავწყნანდეთ, ან დავისვენოთ, ენერგიები აღვიდგინოთ და აი ენერგიებს რო აღიდგენთ, მე უკვე ნახავთ რამდენი შეგიძლიათ, ხო, ანუ რეალურად რა რესურსი გაქვთ და პოზიტიური პროგნოზები არის იმ საქმეზე, რასაც ფიქრობთ თუ ნეგატიური, ხო? ანუ ეხლა შეიძლება ყველაფერს ნეგატიურ ჭრილში ხედავდეთ, უიმედოდ ხედავდეთ, იმიტომ რომ გადაღლილი ხართ და აი ეს უბრალოდ ენთუზიაზმის ენერგიაც აღარა გაქვს, ხო? ანუ აღფრთოვანების და ან რაღაცა ახლის შესწავლის, ხო? რაღაცა ახალი მიდგომის დანახვის. აქედან გამომდინარე რაღაც მომენტში ჩიხია, სადაც არც მოგწონს ის რაც არის, მაგრამ ახალსაც ვერაფერს ვერ ვფიქრობთ, ხო? ანუ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. ანუ ეს უკვე ნიშანი არის, რომ უნდა დავისვენოთ, რომ ესე იგი სერიოზულად დაიღალა მოკლედ ფსიქიკა და საჭიროა რაღაცა რესტარტი, ხო? მოკლედ ლომებთან აქაც პარტნიორულ ურთიერთობებში არის რაღაცა ეს ცოტა გამოწვევები, პატარ-პატარა კონფლიქტური სიტუაციები, თუმცა აქაც ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად ლომებმაც რა თქმა უნდა იზრუნონ პირადი უსაფრთხოების აშენებაზე, ანუ თავიანთი პირადი როგორც ემოციური თვალსაზრისით, ასევე ურთიერთობები, ასევე მატერიალური თვალსაზრისით, ანუ უნდა აშენონ თავიანთი პირადი უსაფრთხოება ლომებს ევალებათ ეს და რაღაცა პასუხისმგებლობები, რომლებიც მოვა ლომებთან, სხვათა შორის ამ პასუხისმგებლობების აღების შემთხვევაში და თავის გართმევების გაუპროტესტებლობის შემთხვევაში საკმაოდ კარგ უკურ რეაქციას მიიღებთ სამყაროსგან, სამომავლოდ. ანუ ფინანსური თვალსაზრისით ერთმნიშვნელოვნად კარგი პერიოდია ლომებისთვის, თუმცა 26 ივნისიდან უფრო 26-მდე, დაძაბულობა არის ეს ფინანსური, ზოგადად ენერგია არ არის, ეს რაღაც მატერიალური ენერგიები ნაკლებად არის 26-მდე. გადავიდეთ ქალწულებზე. ქალწულებთან აი აქ მეგობრებთან ურთიერთობები, ახალი ესე ვთქვათ მეგობრული კავშირები, ახალი კარიერული საწყისები, ახალი ეს ვთქვათ რაღაცა პასუხისმგებლობები მოვა. ასევე პარტნიორულ ურთიერთობებს არ გამოვრიცხავ, რომ ქალწულებთან რაღაც ახალი დაიწყოს, ხოთა შორის მომავალი 2 კვირის მანძილზე და ეს შეიძლება იყოს საკმაოდ ჰარმონიული, თუმცა თვის ბოლომდე ქალწულებთან როგორც კარიერული, ასევე მეგობრებთან ურთიერთობები და ასევე პარტნიორულ ურთიერთობები არის დაძაბული, ანუ ყველა სფეროზე არის ეს დაძაბულობა ქალწულებთან. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ აქაც მოხდეს ენერგიების აღდგენა, კარგი იქნება თუ განტვირთვას მოაწყობენ ქალწულები, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად უფრო მშრომელები არიან და
შესაძლოა რომ ხანდახან დასვენება ავიწყდებოდეთ ხოლმე ქალწულებს, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება რომ მაქსიმალურად დაისვენოთ, აღედგინოთ თვის ბოლომდე ენერგიები, ხოლო თვის ბოლოდან მე როგორ გააქვთ ერთმნიშვნელოვნად ჰარმონიული პერიოდი, როგორც სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებში, ასევე მეგობრებთან ურთიერთობებში, ახალი გეგმები, ახალი ცოდნები, ასევე მოგზაურობები ქალწულებთან მოვა და რაღაცნაირად თითქოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზღაპრული, ზოგადად ზაფხული ელით ქალწულებს რა, ჰარმონიული, რამდენადაც დაძაბული იყო ეს ბოლო 1 წელი, იმდენად ჰარმონიული იქნება ეხლა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ფინანსებს მიაქციონ ქალწულებმა ყურადღება, აი ფინანსური თვალსაზრისით არ გირჩევთ რისკს, არ გირჩევთ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეგობრულ ან სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებში ფინანსების გარევას. ესეთი მოცემულობა დღის წესრიგში შეიძლება რომ დაგიდგეთ, ამიტომ აუცილებელია რომ მოკლედ თავი არდეთ, ფინანსური ან გამოვართოთ ფინანსები თქვენს მეგობრებს, ასე ვთქვათ, ეს არ არის მაინც და მაინც რეკომენდირებული. სხვა მხრივ ჰარმონიული არის ქალწულებთან მთლიანად ესე ვთქვათ, აი ეს პერიოდი, პარტნიორის ფინანსები შეიძლება იყოს აქაც რაღაც დონეზე პრობლემა, თუმცა საბოლოო ჯამში ახალი კარიერული საწყისები, როგორც თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებში, ასევე თქვენს პარტნიორს შეიძლება გქონდეს ახალი კარიერული საწყისები, რომელიც მაინც და მაინც შეიძლება ამ 2 კვირის მანძილზე არ მოიტანს რაღაცა მატერიალურ სარგებელს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მოიტანს და ამ 2 კვირის მანძილზე დაიწყება, ხოლო ასევე მიაქციეთ ყურადღება ფინანსებს და ქალწულებთანაც მოვა რაღაცა ფინანსური თვალსაზრისით ან კარიერული თვალსაზრისით ახალი ფინანსების გამომუშავების გზა, ხო? აქედან გამომდინარე გირჩევთ რომ მაქსიმალურად აი ეს სიახლეები მიიღოთ, თუმცა სიჩქარე რა თქმა უნდა არ არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით ამ თვის ბოლომდე ეს შანსები გაგრძელდება მთელი ზაფხულის მანძილზე, აქედან გამომდინარე ნუ იჩქარებთ და მაინც თვის ბოლომდე იმპულსურად ნუ დაიწყებთ რაღაც ახალს ან ნუ გაიღებთ რისკს. ზოგადად ფინანსური რისკი არ არის მიღებული ქალწულებთან, პირიქით რასაც უფრო ააშენებთ ნაბიჯ, ნელ-ნელა, აი ეს იქნება უფრო თქვენთვის წარმატების მომტანი, ხოლო რისკის შემთხვევაში ნამდვილად არ არის, ესე ვთქვათ, სახარბიელო, შეიძლება იყოს მოკლედ აქ მე როგორ რაღაცა ფინანსური რყევები, ხო? ამ მხრივ არასტაბილური პერიოდი არის ქალწულებთან ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა კონტროლირებადია და თუ რაღაც ახალს წამოიწყებთ და ამ ახალს ნაბიჯ განავითარებთ, ისე რომ რისკს არ გაიღებთ და ამავდროულად ძველსაც შეინარჩუნოთ მანამ სანამ ის ახალი რაღაცა ნიშნულს მიაღწევს, წარმატების მხრივ, ამ შემთხვევაში თავიდან აირიდებთ ძალიან ბევრ ფინანსურ უსიამოვნებებს ქალწულებო, აქედან გამომდინარე ეცადეთ რომ მაქსიმალურად მოკლედ დინჯები იყოთ ფინანსებთან მიმართებაში. სხვა მხრივ ჰარმონიული პერიოდი არის ქალწულებთან, აი ეს ემოციური თვალსაზრისით, აი ეს რაღაცა უსაფრთხოება, ეს რაღაცა სიმშვიდე, რომელიც აი დიდი ხნის მანძილზე შეიძლება არ ქონდათ ქალწულებს, უკვე თქვენთან აი ამ თვის ბოლოდან, ივნისის ბოლოდან მოვა და ამას იგრძნოთ ნამდვილად ამ ენერგიებს, თუ უკვე არ იგრძენით. და გადავიდეთ სასწორებზე. სასწორებთან აქაც პარტნიორული ურთიერთობები, ასევე ოჯახური და კარიერული ურთიერთობები არის რეალურად დაძაბული მომავალი 2 კვირის მანძილზე, განსაკუთრებით ამ თვის ბოლომდე. არც პარტნიორულ ურთიერთობებში არის რაღაც ესე ვთქვათ, კარმული თვალსაზრისით, რომელიც არის რაღაცნაირად სტრესული შეიძლება იყოს და რთული შეიძლება იყოს, არ ვიცი, სოციალური თვალსაზრისით სხვადასხვა კონტექსტში, მაგრამ სასწორებთან აი ამ პარტნიორულ ურთიერთობების სიმძიმეს რეალურად აჩვენებს. და აქაც არის მოცემულობა, როდესაც აი ამ პირადი უსაფრთხოების აშენება სასწორებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ, თუ მაგალითად პარტნიორისგან აქვთ მოლოდინი, რომ აი პარტნიორი აშენებს ამ პირად უსაფრთხოებას, ან მხოლოდ მისგან მიიღებენ ესე ვთქვათ, რაღაცა ენერგიას, რომელთაც მე შეძლებენ თავიანთი ემოციების დასტაბილურებას თუნდაც, ან რაღაცა ესე ვთქვათ, ოჯახური ურთიერთობების დასტაბილურებას, მაშინ ეს არ მოხდება. სასწორებს ევალებათ, რომ თვითონ ესე ვთქვათ, გადადგან ნაბიჯები ოჯახური და პირადი უსაფრთხოების აშენების თვალსაზრისით, მიმდინარე პერიოდები პარტნიორულ ურთიერთობებში არის კარმული და კარგი არის თუ სასწორები მაგალითად დამკვირვებლის თვალით შეხედავენ და არ გააპროტესტებენ იმ მოცემულობას, რაც მიდის ახლა პარტნიორულ ურთიერთობებში. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს არის სოციალური თვალსაზრისით და ეს მატერიალური თვალსაზრისით შეიძლება იყოს რაღაცა კონფლიქტი, ხო? ფინანსებთან შეიძლება იყოს, აი უფრო კავშირში აი ამ პარტნიორთან კონფლიქტი. აქედან გამომდინარე
აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად, ფინანსები და ურთიერთობები არ გარიონ ერთმანეთში და ფინანსური და ოჯახური რაღაცა ესე ვთქვით, ღირებულებები და ოჯახური უსაფრთხოება არ აურიონ მატერიალური რაღაცა პრობლემების გამო. თვითონ სასწორებს ფინანსურად არ აქვს ცუდი პერიოდი, საკმაოდ ჰარმონიული პერიოდი არის. ფინანსური თვალსაზრისით, თვითონ რაც წაიღებენ საკუთარ ესე ვთქვათ სადავეებში და თვითონ რა ფინანსებსაც მართავენ, ეს იქნება სასწორებისთვის ერთმნიშვნელოვნად ჰარმონიული და ზოგადად ახალი კარიერული და ფინანსური საწყისები ხო, თუნდაც ბიზნესის წამოწყება სასწორებისთვის იქნება ჰარმონიული, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გქონდეთ შიში, შეიძლება რაღაც ნაბიჯის გადადგმის გეშინოდეთ, ან საკუთარ თავში რაღაც დარწმუნებული არ იყოთ, რომ შეძლებთ, საბოლოო ჯამში მაინც ჰარმონიული პერიოდი არის სასწორებთან ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა ბევრი საქმე შეიძლება რომ დაგაწვეთ, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობები, მომავალი 2 კვირის მანძილზე, ასე პარტნიორული ურთიერთობები ცოტათი მოკლედ პრობლემატური არის, თუმცა კარგი იქნება თუ კონცენტრაციას გააკეთებთ სამუშაოზე, ხოლო თვის ბოლომდე კარგი იქნება თუ საერთოდ დაისვენებთ და საკუთარ თავში რაღაცების, გადაფასებას დაუთმობთ დროს, ენერგიების ხარჯვა, ან მაგალითად პარტნიორთან განსაკუთრებით ეს ინტენსიური რაღაცა ეს ვთქვათ მოლაპარაკებები, ურთიერთობები უფრო დამღლელი იქნება და შეიძლება უფრო ჩიხში შეგიყვანოთ, კარგი იქნება თუ უბრალოდ დაისვენებთ და იმ პრობლემაზე საუბარს ცოტა ხანი დააპაუზებთ თვის ბოლომდე რა პრობლემის წინაშეც დგახართ, ხო? ფინანსურად ბიზნესის მხრივ საკმაოდ კარგი პერიოდი არის სასწორებთან, არ არის პრობლემა, ვინც არ მუშაობს, შეიძლება მუშაობას დაიწყოს ამ პერიოდში, ვინც მუშაობს, შეიძლება კიდე რაღაც უფრო ახალ უკეთეს ეტაპზე გადავიდეს თქვენი სამსახურეობრივი მდგომარეობა, დაგაწინაურონ, ან სამსახურის შეცვლა თუ იქნება მაგალითად თვის ბოლოდან, ეს რეკომენდირებული არის და ბევრად უფრო უკეთეს პირობებში შეიძლება რომ აღმოჩნდეთ. და გადავიდეთ მორიელებზე. გადავიდეთ მორიელებზე. მორიელებთან ახლა აქ მთავარი გამოწვევები არის უფრო ფინანსური თვალსაზრისით, ასევე სამსახურეობრივი თვალსაზრისით, მორიელები, რომლებიც მუშაობენ საბუთებთან, რაღაცა ისეთი ბიუროკრატიულ, ესე ვთქვათ, სისტემაში, ხო? აქ აუცილებელი არის, რომ მიაქციეთ ყურადღება საბუთებს, ბუღალტერიას, რაღაცა შეცდომა არ გაგეპაროთ, არის ფინანსური თაღლითობების ალბათობა, ხო? განსაკუთრებით სამსახურში არის ეს, ესე ვთქვათ, მოცემულობა. აქედან გამომდინარე, აქაც მნიშვნელოვანი არის, რომ მორიელებმა სამსახურეობრივი თვალსაზრისით კონფლიქტები ესე ვთქვათ, აკონტროლონ. შესაძლოა იყოს რაღაცა საყვედური, რაღაცა რომელიმე მორიელს დაუწუნონ რაღაცა პროფესიონალიზმი, ამან გამოიწვიოს მერე პრობლემა. რეალურად საბოლოო ჯამში, მორიელებს გევალებათ, რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციოთ თქვენს პროფესიონალებს, გევალებათ, რომ რაღაცა ახალი შეისწავლოთ და თუ ამას თქვენთან არ აკეთებთ და თქვენ არ დგავთ ამ ნაბიჯებს, ეს მომავალი 2 კვირის მანძილზე შეიძლება რაღაცა მოხდეს ისეთ სამსახურში, რაც გაიძულებთ, რომ ან კვალიფიკაცია აიმაღლოთ, ან რაღაცა უფრო ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ თქვენი პროფესიონალიზმი. აქედან გამომდინარე, შეხვალთ კონფლიქტში, პირიქით, რასაც გეტყვიან, რომ რაღაცა ტრეინინგები გაიარეთ თუ კურსები, ეს იქნება ისევ თქვენი პიროვნული განვითარებისთვის კარგი და პიროვნული განვითარებისთვის ზოგადად ჰარმონიული პერიოდი არის მორიელებთან. ასევე ჰარმონიული პერიოდი არის პარტნიორულ ურთიერთობებში, თუ მორიელები იზრუნებენ პირადი უსაფრთხოების აშენებაზე, რაც ევალებათ კიდევაც მომავალი 2 კვირის მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა შეიძლება რაღაცა კონფლიქტური სიტუაციები იყოს შვილებთან, მშობლებთან, გაუთვალისწინებელი ხარჯები შეიძლება რომ ყოფილიყო და შეიძლება კიდევაც არის ეხლაც, თვის ბოლომდე არის ზოგადად ესეთი პერიოდი, ამ გაუთვალისწინებელი ხარჯების მორიელებთან შეიძლება გაიბერა და მორიელებსაც ვეტყოდი, რომ ის მთავარი ფინანსური სირთულეები, რომელიც სირთულეებიც ბოლო 1 წლის მანძილზე თქვენ გამოიარეთ, ხო, ის რაღაც გაბერილი ხარჯები, თუნდაც გაუთვალისწინებელი, მუდმივი რაღაცა, ეს თქვა დაუსრულებელი ფინანსური პრობლემები უკვე სრულდება ამ თვის ბოლოდან და საბოლოო ჯამში ფინანსურად კარგი პერიოდი იწყება, თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ფინანსური რისკები არ გაიღოთ, იმიტომ რომ ეს რაღაცა მოულოდნელი იმპულსური ხარჯები არ იქნება მაინც და მაინც მოკლედ წარმატების და მაინც და მაინც ეს თქვა დიდი ფინანსების მომტანი, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა სამსახურეობრივი თვალსაზრისით რაღაცა ახალი პროექტები თუ გაქვთ მორიელებს, რომლებსაც სჭირდება დაფინანსება და შემდეგ ესეთი დაფინანსებები შეგიძლიათ რომ მოიპოვოთ. არ ვიცი, ნახოთ სპონსორები თქვენი საქმისთვის. ამ მხრივ მოკლედ ჰარმონიული პერიოდი არის, ოღონდ უფრო თვის ბოლოდან. ეს თვის ბოლოდან მოკლედ ეს მთავარი ფინანსური სირთულეები სრულდება და პირიქით, თქვენთან მოვა ბევრად უფრო ჰარმონიული
ჰარმონიული პერიოდი ბევრი რაღაცა ახლის გაცნობიერება ხო რაღაც ახალ ეტაპზე გადადის ანუ მორიელებთან ეს თქო რაღაცა მიდგომები თუნდაც ოჯახური ნათესავებთან ურთიერთობებში მიდგომები ასევე შვილებთან დაკავშირებით სხვათა შორის ბევრად უფრო ჰარმონიული იქნება თქვენი ურთიერთობა ამ თვის ბოლოდან ვიდრე მაგალითად ბოლო 1 წლის მანძილზე იყო და ნუ საბოლოო ჯამში ეს სირთულეები შვილებთანაც სრულდება. ანუ ფინანსურად არ არის ნეგატიური პერიოდი მშვილდოსნებთან პირიქით ახალი რაღაცა საწყისები შეიძლება იყოს. ესეთ პერიოდებში არის ხოლმე როცა მომატებაც კი შეიძლება იყოს ხო, ანუ ფინანსების შეიძლება ხა ეს თანხა ისეთი კოლოსალური არ იყოს, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში მომატება მაინც არის. ნუ საბოლოო ჯამში არ არის ნეგატიური პერიოდი მორიელებთან, მაგრამ აქ აუცილებელი არის რომ ენერგიების აღდგენა დაიწყოთ მორიელებო. ენერგიების აღდგენაზე იმუშაოთ მაქსიმალურად ამ თვის ბოლომდე და აღდგენილი ენერგიებით უფრო მეტ სიკეთეს მიიღებთ ამ კარგი პროგნოზებისგან, რაც გაქვთ უკვე თვის ბოლოდან, ხო? და ჯობია რომ ეხლა აღიდგინოთ ეს დაახვედროთ ეს ენერგიები აღდგენილი, ვიდრე მე ეს კარგი პერიოდი დახარჯოთ ამ ენერგიების აღდგენაში. ხო, ეს არის მორიელებთან, ნუ პრინციპში ეს აგრესიული ფონი არის რა, ანუ პარტნიორულ ურთიერთობებში შეიძლება რაღაცა გახიზიანებდეთ, მაგრამ ესეც საკუთარ თავში გაქვთ გადასალახი. აუცილებელი არის რომ ანუ საკუთარ თავში იპოვოთ ძალა, ანუ პარტნიორი ნაკლებად შეძლებთ დაგეხმაროთ, თუ მათ მიმართ გაქვთ მაგალითად აგრესია, ხო? ეს ღირებულებათა სისტემის თვალსაზრისით უფრო მობიერები და უფრო რბილები უნდა გახდეთ მორიელები ეს გევალებათ, ანუ ამ თვის ბოლოდან უფრო ჰარმონიულად და უფრო კარგად შეძლებთ ამას, ვიდრე მაგალითად სხვა პერიოდებში შეგეძლოთ. გადავიდეთ მშვილდოსნებზე. მშვილდოსნებთან აქ არის ახალი, ესე ვთქვათ, პერიოდები, როგორც ოჯახური ცხოვრების, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში, საერთოდ ანუ ეს პერიოდი ზოგადად დაძაბული არის მშვილდოსნებთან, ოღონდ დაძაბული მაინც და მაინც არ გულისხმობ, რომ ნეგატიური რაღაცები ხდება, ხო? ანუ დაძაბულობაში გულისხმობ, რომ ანუ დიდი ენერგია იხარჯება ამაში, ანუ ადამიანი დიდ ენერგიას ხარჯავს ამ კონკრეტულ სფეროში, ეს არის სასიყვარულო ურთიერთობები, შვილებთან ურთიერთობები, ასევე მშობლებთან ურთიერთობები, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც არის რეალურად აი ეს მოცემულობა, როდესაც უკვე რაღაცა ხარჯები არის, ხო, ანუ ზედმეტად გაბერილი მშვილდოსნებთან, თუმცა ამ თვის ბოლოდან მათთანაც ბევრად უფრო ჰარმონიული პერიოდი იწყება ფინანსური თვალსაზრისით, ვიდრე მაგალითად აქამდე იყო, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში არის უფრო დიდი ენერგიის განაწილება მშვილდოსნებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ბევრმა მშვილდოსანმა ამ თვის ბოლოდან მიიღოს რაღაცა გადაწყვეტილება, ხო? რადიკალური გადაწყვეტილება პარტნიორულ ურთიერთობის რაღაცა ახალ ეტაპზე გადაყვანის მაგალითად, ხო? თუმცა საბოლოო ჯამში აქაც პირადი უსაფრთხოების აშენება ევალებათ მშვილდოსნებს, ის პასუხისმგებლობები, რაც მოდის ახლა შვილებთან დაკავშირებით, ან თუნდაც საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით, ეს პასუხისმგებლობები არის კარმული და არავითარ შემთხვევაში მშვილდოსნებმა ამას თავი არ უნდა არიდონ და მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ აი ეს პირადი უსაფრთხოება ააშენონ და ეს იყოს პრიორიტეტი მათთვის. ანუ ისე კი არ უნდა ააშენონ, რომ იძულებული ვარ, რომ ანუ რაღაცა პრობლემა შემექმნა და ვაშენებ. არა, ანუ თვითონ პრიორიტეტი უნდა იყოს მათთვის და აი ამ შემთხვევაში უკვე არის ნამდვილად შანსი, რომ გაღებული ღვაწლი დაუფასდეთ მშვილდოსნებს და მაქსიმალურად ახალ უფრო ჰარმონიულ ეტაპზე გადავიდეს ეს ურთიერთობები. ასევე დედმამიშვილებთან ურთიერთობები, ნათესავებთან ურთიერთობები ჰარმონიულია სხვათა შორის. არ გამოურიცხავ ესეთ პერიოდებში არის ხოლმე ძალიან ხშირად, როცა შეიძლება ეყოლოთ არ ვიცი შვილები, შვილიშვილები, ანუ რაღაცა ქორწინებები და ამ შემდეგ ანუ მშვილდოსნებთან მსგავს რამეს აჩვენებს, თუმცა ეს მომავალი 2 კვირის მანძილზე დიდი ხარჯები მშვილდოსნებთან მაინც არ არის რეკომენდირებული, ამ დიდი ხარჯების გაწევა, თუ ეს რა თქმა უნდა ახლა ოჯახისთვის რაღაცა იმებში არ დაგჭირდათ და თუ აუცილებელი არ იყო, ანუ თქვენინებით თუ დიდ ხარჯებს არ გაიღებთ მშვილდოსნები, მოკლედ ბევრად უფრო კარგი იქნება. იმიტომ რომ არ არის მაინც და მაინც რეკომენდირებული, ეხლა უფრო ფინანსების, ანუ რაღაცა შეგროვებაზე და მობილიზებაზე უნდა კონცენტრირდეთ. სამსახურეობრივი თვალსაზრისით ჰარმონიული პერიოდი, ანუ პრინციპში ფინანსურადაც არ არის მშვილდოსნებისთვის ცუდი პერიოდი, უბრალოდ იმაზე მეტი ხარჯი შეიძლება გქონდეთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ.
და აქედან გამომდინარე, მოკლედ აი ეს პრობლემა არის რა და ამან შეიძლება მე გამოიწვიოს მოკლედ რაღაცა უკმაყოფილება ხომ შვილდოსნებში. ამიტომ ამას მიაქციეთ ყურადღება და მაქსიმალურად მომავალი 2 კვირის მანძილზე თუ თქვენი პირადი სივრცის, ანუ მოწყობას, კეთილმოწყობას დაუთმობთ და ამაში დახარჯავთ ენერგიებს, ну ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საკმაოდ ჰარმონიულ უკურიაქციას მიიღებთ როგორც კარიერული თვალსაზრისით, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც მშვილდოსნებო, ამიტომ ენერგიას თუ განაწილებთ, ანუ კარიერაში მხოლოდ ამ შემთხვევაში კარიერული პრობლემებიც იქნება, ანუ ფინანსური და ოჯახურიც, მაგრამ თუ ოჯახური რაღაცა ღირებულებების, ანუ ოჯახური უსაფრთხოების და რაღაცა კეთილმოწყობის ენერგიებს გამოუშვებთ და ამაში დახარჯავთ დროს და ენერგიას, ამ შემთხვევაში კარიერულად ავტომატურად და ფინანსურად წახვალთ წინ და ასევე ოჯახურადაც, ხო? ანუ ის რომ გავაკეთო, ის რომ მივიღოთ, ის უნდა გავაკეთოთ. აი დაახლოებით ესეთი ამბავია მშვილდოსნებთან და გადავიდეთ თხის რქებზე. გადავიდეთ თხის რქებზე, ანუ თხის რქებთან აქაც პარტნიორული და ოჯახური კონფლიქტური ურთიერთობები არის რეალურად, შეიძლება ასევე ნათესავებთან დაკავშირებით იყოს კონფლიქტური ურთიერთობები. ანუ პარტნიორული ურთიერთობები შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც კონფლიქტი, მაგრამ რაღაცა ეს თქვა სირთულე იყოს, ხო, რაც უკავშირდება პარტნიორს, ანუ თხის რქების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პარტნიორის სიშორე, ან რაღაცა ისეთი ურთიერთობა შეიძლება ხშირი ვერ იყოს როგორც გინდათ და ზოგადად ოჯახური თვალსაზრისით, ანუ თხის რქები შეიძლება თავს რაღაცნაირად მარტოდ გრძნობდნენ, ანუ რაღაც აი ეს ოჯახური უსაფრთხოება როგორც ასეთი, ანუ რაღაცა შეიძლება ვერ იყოს თხის რქებთან, აი ეს მომავალი 2 კვირის მანძილზე ამ მხრივ აქვს ნამდვილად ცოტათი სტრესული პერიოდი თხის რქებს, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად, ანუ პარტნიორული ურთიერთობების მიმართ მოკლედ გასცენ მაქსიმალურად, ანუ ესე ვთქვათ, ბევრი, იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს პარტნიორულ ურთიერთობებზე დგას ძალიან ბევრი რამე ეხლა თხის რქებთან, ასევე ოჯახური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თუ თქვენი ოჯახის და გარემოს კეთილმოწყობას დაუთმობთ დროს, იმიტომ რომ აი ეს პერიოდიც აი ეს პერიოდიც ანუ მაქსიმალურად ითხოვს, ხო? რაღაცნაირად იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ეს განცდები გქონდეთ, რომ რაღაცა ანუ ვერ ხართ თითქოს უსაფრთხო და იმ გარემოში, რომელსაც გარემოში ისურვებთ, ხო, ანუ ემოციურ თვალსაზრისით ყოფნას. აი ამ შემთხვევაში თქვენი რისი გაკეთება შეგიძლიათ, როგორ შეგიძლიათ რომ ააშენოთ ან შექმნათ ეგეთი გარემო, აი ამაზე უნდა იმუშაოთ და ანუ ამ შემთხვევაში ნამდვილად მიიღებთ ყოველ შემთხვევაში, ანუ აი ენერგეტიკულად თავს ბევრად უფრო უკეთ იგრძნობთ, ვიდრე მაგალითად აქამდე. ну თვის ბოლომდე არის აქაც თხის რქებთან უფრო რთული პერიოდი, თვის ბოლოდან ანუ შედარებით ნელ-ნელა უფრო მსუბუქდება, მაგრამ ანუ ეს პარტნიორული ურთიერთობები ზოგადად გამოწვევა არის და ოჯახური ურთიერთობების ასევე არის გამოწვევა. კარგი იქნება თუ დროს დავუთმოთ ანუ სისხლით ნათესავებთან ურთიერთობას, ეს მომავალი 2 კვირის მანძილზე საკმაოდ ჰარმონიული იქნება, თუ მათთან ურთიერთობას რაღაც ახალ ეტაპზე გადაიყვანთ, ასევე მეზობლებთან, გარშემოყოფებთან ურთიერთობებს ითხოვს ამას თქვენი პროგნოზები, ხოლო ფინანსური თვალსაზრისით, ანუ ფინანსურად არ აქვს ცუდი პერიოდი თხის რქებს, საკმაოდ ჰარმონიული პერიოდია. პირიქით სამსახურეობრივად ასევე რაღაცა სიახლეები შეიძლება იყოს თხის რქებთან, ასევე ახლებური გზით ფინანსების გამომუშავებას არ გამოვრიცხავ, რაღაცა იდეა მაინც მოუვიდეთ ზოგადად მომავალი 2 კვირის მანძილზე, თუმცა რა თქმა უნდა განხორციელებას არ გირჩევთ თხის რქებოთვის ბოლომდე. ჯობია რომ მხოლოდ ანუ იდეები შეიმუშავოთ და მხოლოდ თვის ბოლოდან უკვე შეგიძლიათ მოიყვანოთ რაღაც უნდაძე რეალიზაციაში. ასევე შეიძლება იყოს ნებისმიერი ანუ კრეატიული იდეა, რომელიც შეიძლება იყოს ანუ ბიზნესი თხის რქების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ესეც ძალიან ესე ვთქვათ მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიზნეს იდეა შეიძლება უშუალოდ ანუ ამ ზაფხულსაც არ წამოიწყოს, მაგრამ ეხლა ამ 2 კვირის მანძილზე მოსული იდეა გრძელვადიან პერსპექტივაში შეგიძლიათ რომ განახორციელოთ, თუ ეხლავე რა, მაგალითად შემოდგომით შეგიძლიათ რომ განახორციელოთ, ხო? თუ ზაფხულში განახორციელებთ, კი ბატონო. ეს არის, თუმცა ეს ზაფხული ზოგადად ივლისი და აგვისტო ცოტათი ესეთი პერიოდი არის, ანუ სიახლეების წამოწყებას არ გირჩევთ, იქიდან გამომდინარე, რომ რეტროგრადული იქნება მერკური, ხო? მერკური კი ერთი თუ იქნება რეტროგრადული, მაგრამ აქეთ 2 კვირა აქეთ, 2 კვირა იქეთ, ანუ საბოლოო ჯამში თავის საფეხურზე იქნება და ანუ იგივე ეფექტი აქვს, რაც რეტროს, ანუ უარესი. აქედან გამომდინარე, ზოგადად ივლისის დასაწყისამდე 4-5 რიცხვამდე დაახლოებით უფრო უკეთესი იქნება ახალი საქმეების წამოწყება, ვიდრე უკვე მერე. აი ეს რაღაცა მონაკვეთი არის.
დაახლოებით 5 ივლისამდე პერიოდი, ანუ 26 ივნისიდან 5 ივლისამდე პერიოდი, როდესაც შეგვიძლია რაღაცა ესე მნიშვნელოვანი ღირებულებითი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ანუ მე უკვე მაინც და მაინც არ არის რეკომენდირებული ამ მერკურის პირობებში და მოკლედ ესეც დღისკაც მაგიტო უთხარი, რომ შემოდგომიდან შეგიძლიათ ცალოთ მეთქი ახლა ორი კვირის მანძილზე თუ არა თქო, იმიტომ რომ ეს ზაფხულში არ ღირს უკვე ზაფხულში უფრო ჯობია დაისვენოთ და უფრო ურთიერთობებს დაუთმოთ დრო, ვიდრე მაგალითად მატერიალურ ან ბიზნეს საქმიანობებს და გადავიდეთ მერწყულებზე. მერწყულებთან აქ ცოტა დაძაბული არის, ანუ ნათესაობთან ურთიერთობები, ასევე დედმამიშვილებთან ურთიერთობები, ნათესაობთან ურთიერთობები, ასევე აი სამსახურეობრივ თვალსაზრისით ხო რაღაცა ის დაძაბულობა შეიძლება იყოს, რაღაც ახალი შესწავლა შეიძლება მოგიწიოთ, ანუ სამსახურიდან გამომდინარე და აქედან იყოს დაძაბულობა და მაინც და მაინც კონფლიქტური სიტუაციები არ იყოს, მაგრამ ან თქვენთან ნერვიულობდეთ, ხო? აი ეს დაძაბულობის მომენტი არის მერწყულებთან, მაგრამ საბოლოო ჯამში ჰარმონიული პერიოდი არის მეორე ნახევარი ხო, ანუ ამ თვის ბოლოდან დაახლოებით 26-დან უკვე ჰარმონიული პერიოდი არის. აი ეს მთავარი სირთულეები, რომელიც სირთულეებიც იყო აი ფინანსური თვალსაზრისით, ხო? ამ თვის ბოლოდან ანუ საბოლოო ჯამში ნელ-ნელა უკვე მერწყულებთანაც მთავრდება, ну ერთი ნაბიჯით უკვე დამთავრდა, მაგრამ ანუ კიდევ ეხლა რაც არის, ანუ თვის ბოლოდან ანუ რეალურად ეს სირთულეები საბოლოო ჯამში იჭრება და სრულდება. აქედან გამომდინარე, ანუ სამსახურეობრივად არის ახალი გამოცდილების მიღების პერსპექტივა მერწყულებთან. ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც ჰარმონიული პერიოდი იწყება. აქ ეს მიღებული გამოცდილება, ანუ საბოლოო ჯამში, ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება ფინანსების მომტანი. თუმცა ამ თვის ბოლომდე სწორედ დაძაბული არის აი ეს ენერგია, ყურადღება უნდა მიაქციონ მერწყულებმა ამ თვის ბოლომდე აუცილებლად ჯანმრთელობას, ანუ ენერგიები უნდა აღიდგინონ, განსაკუთრებით ემოციური ენერგიები, ემოციური ფონი და აი რაზეც ჩვენ ვავობთ, ანუ პირადი უსაფრთხოების აშენება, აი ახაც მერწყულებს, ანუ ეუბნება, რომ პირადი უსაფრთხოება, მოკლედ უნდა ააშენო ემოციური თვალსაზრისით, აი რაღაცა ოჯახური თვალსაზრისით, ასევე არის აქ გამოწვევა რაღაცა პარტნიორულ ურთიერთობებში, თუმცა ძირითადად მაინც მერწყულების ენერგია წავა სამსახურისკენ და აქედან გამომდინარე, აი ეს გახლეჩვა შეიძლება გქონდეთ და თვითონ გქონდეთ უკმაყოფილება, რომ აი რაღაცა ვერ ასწრებენ, ან ვერ უთმობენ დროს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ანუ რამდენსაც შეძლებენ ისე გაკეთონ, მაინც უფრო თქვენი ენერგია უფრო სამსახურისკენ არის და ფინანსების გამომუშავებისკენ არის მიდრეკილი და მიმართული. აქაც ძალიან ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი არის, რომ ფინანსური თვალსაზრისით აი ეს პერიოდები რაც იყო გავლილი, მოკლედ მერწყულებთან აი ეს რაღაცა სირთულეები, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში, არ ვიცი, მეგობრებთან ურთიერთობებში, შეიძლება ყოფილიყო ასევე ნათესავებთან, მშობლებთან ურთიერთობებში, ხო? აი ეს ყველაფერი უკვე სირთულეები, ანუ საბოლოო ჯამში დასრულდა და ეს იყო ანუ კარმული რაღაცის მასწავლებელი. თუ ამისგან რაღაცა ის ვისწავლოთ, რასაც სამყარო ელოდებოდა ჩვენგან და რა თქმა უნდა ყველა ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალური არის ეს. ამ შემთხვევაში იგივე აღარ მოხდება, მაგრამ თუ ვერ ვისწავლოთ, მე უკვე შეიძლება სამყარო იგივე წრეს დაგვატრიალოს, ხო? ანუ იგივე ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, მაშინ, როდესაც ვერ ვსწავლობთ იმას იმ კონკრეტული სიტუაციისგან, რაც სამყაროს უნდა რომ ვისწავლოთ რეალურად. აი ეს არის პრობლემა. პიროვნული განვითარების მხრივ, ანუ აქაც მერწყულებთან არის, ანუ პარტნიორულ ურთიერთობებში რაღაცა ახლის დაწყების, მოკლედ პერსპექტივა, ასევე შვილებთან ურთიერთობების გადადის რაღაც ახალ ეტაპზე, მათთვის ვინც ყავთ შვილები და ანუ ახალი აი ეს პარტნიორული ურთიერთობების იწყება. ასევე ოჯახური თვალსაზრისით, ну, მოკლედ აი ეს ოჯახური ურთიერთობები, ასე სისხლით ნათესავებთან ურთიერთობები რაღაც დონეზე ცოტათი პრობლემატური არის, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ნუ შეხვალთ კონფლიქტში და მაქსიმალურად კარგი იქნება თუ თქვენს ენერგიას დაუთმობთ პირველ რიგში ანუ 26-მდე დასვენებას და ანუ ფსიქოლოგიური ემოციური ენერგიების აღდგენას, ხოლო 26-ის მერე უკვე ამ ენერგიების აღდგენას რომ იგრძნობთ, ბევრი იდეა მოვა, ბევრი რაღაცები თავისაც გადაიჭრება, იმიტომ რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელი პრობლემასაც ჩვენ ვიჭიდებით და გვინდა რომ გადავჭრათ, ამას ჭირდება ენერგია. და აქედან გამომდინარე, თუ ენერგია არ აგვაქვს, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ხო? ანუ ქმედითი ვერ იქნება, ანუ რეზულტატი არ გვექნება. აქედან გამომდინარე, მეწყვილებთ ურჩევთ, რომ აღედგინონ ენერგიები და ყურადღება მიაქციონ კვებას, მოკლედ. და გადავიდეთ თევზებზე.
თევზებთან არის ფინანსური დაძაბულობის გამო შეიძლება იყოს რაღაცა ოჯახში ნათესავებთან რაღაცა ეს თქო დაძაბულობა, ან შეიძლება ფინანსური დაძაბულობის გამო არ იყოს და ოჯახის გამო იყოს პირიქით ფინანსური დაძაბულობა, ხო? აი ეს მოცემულობა არის ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა აქაც თევზებთან ეს ფინანსური დაძაბულობა გრძელდება თვის ბოლომდე. თვის ბოლოდან ამ მხრივაც უკვე ჰარმონიული პერიოდი იწყება თევზებთან. კარგი პერიოდი არის ანუ შვილებთან ახალ ეტაპზე ურთიერთობის გადასაყვანად, ასევე ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყებად, ან მაგალითად თუ გაქვთ უკვე ურთიერთობა, მაშინ ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის, რომ ეს ურთიერთობა გადავდეს ბევრად უფრო ჰარმონიულ ეტაპზე. ყურადღება მიაქციეთ თევზებო ფინანსებს, ამთვის ბოლომდე არის აი თაღლითობების ალბათობა, არ გახდეთ მოტყუების მსხვერპლი, ან რაღაცა არ იყოს მაგალითად შენაძენი, რომელიც მაგალითად რაღაცა ღირს, მაგრამ უფრო მეტი შეიძლება რომ გადაგახდებინო, ხო? ვიდრე ღირს. ამიტომ ეს დეტალებს მიაქციეთ ყურადღება აუცილებელია, გაუფრთხილეთ ძვირფას ნივთებს. არის რეალურად აქაც ფინანსური თვალსაზრისით საბოლოო ჯამში, ანუ სიახლეების დაწყების პერიოდი, ახლებური გზით აქაც არის თევზებთან ფინანსების გამომუშავების პერსპექტივა, თუმცა ეს უფრო ივნისის ბოლოდან, ხოლო ივნისის ბოლომდე არის აი ეს რაღაც დაძაბულობა, როცა ოჯახური ხარჯები მოკლედ გაბერილია და შეიძლება შემოსავალზე მეტი გასავალი იყოს, თუმცა აქაც თევზებს ვეტყოდი, რომ დაიძაბებიან ამაზე, ეს არის მხოლოდ დროებითი, ანუ თვის ბოლომდე და თვის ბოლოდან აი ეს სირთულეებიც უკვე დასრულდება. კარგი პერიოდი არის ამ დედმამიშვილებთან, ნათესავებთან ურთიერთობებისთვის, პატარ-პატარა მოგზაურობებისთვის, ზოგადად სისხლით ნათესავებთან ურთიერთობებისთვის, ასევე შვილებთან ურთიერთობები, თუ იმას პრობლემა ჰქონდა შვილებთან დაკავშირებით, აქაც უფრო ჰარმონიულ ეტაპზე გადადის და ანუ შვილებთან დაკავშირებით თევზების პრობლემები იჭრება უკვე ამ თვის ბოლოდან. და გექნებათ ეს წყალობა მომავალი 1 წლის მანძილზე და აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ეს ენერგია ამ 1 წლის მანძილზე გამოიყენოთ როგორც თქვენი პირადი უსაფრთხოების აშენებაში, ანუ თქვენ შემთხვევაში ამ პირადი უსაფრთხოების აშენების სფერო არის თქვენი შვილები, თქვენი შვილებთან ურთიერთობა და ასევე სასიყვარულო ურთიერთობები, ვისაც არ ყავს მაგალითად შვილები, ხოლო ვისაც არც შვილები არ ყავს და არც სასიყვარულო ურთიერთობები არ აქვს, ამ შემთხვევაში მშობლებთან და დედმამიშვილებთან ურთიერთობები იქნება. აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ადამიანებთან რაღაცნაირად ემოციური სიახლოვე იგრძნოთ და რეალურად ეს ადამიანები იყვნენ თქვენი პირადი უსაფრთხოება და თქვენ იყოთ მათი პირადი უსაფრთხოება. აი ამას გავალებთ კარმა. თუ ამას შეასრულებთ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ჰარმონიულ ეტაპზე გადავხვალთ, მაგრამ თუ ამას ვერ გააკეთებთ, ამ შემთხვევაში სამყაროსგან უკვე ჩაირთვება, ხო? იძულება, რადგან ვამბობთ ხოლმე და მაინც გაგაკეთებინებთ, ამიტომ რო არ გვაიძულოს, ჯობია რომ ჩვენთან გავაკეთოთ. აი ეს არის ესე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად ეს არის კარმის პრინციპი, რომ ჯობია ჩვენ თვითონ ვაკეთოთ ის რაც გვევალება, ვიდრე გაგვაკეთებინოს, იმიტომ რომ გვაკეთებინებს ეს არის ყოველთვის ჩვენთვის უსიამოვნო და არ მოგწონს. თევზებთან საბოლოო ჯამში აქაც პარტნიორულ ურთიერთობებში არის რაღაცა გამოწვევები, რაღაც აგრესიული ფონი შეიძლება ქონდეს, ამიტომ დაისვენეთ თევზებო. ეხლა საკმაოდ რთული პერიოდი გაიარეს. თევზებმა ის რაღაცა ფსიქოლოგიური სტრესები, ქაოსური პერიოდი და ამ თვის ბოლომდე განსაკუთრებით ჭირდებათ თევზებს ენერგიების აღდგენა 26-27 ივნისიდან უყურენელა იგრძნობთ ამ ენერგიების აღდგენას და შესაბამისად ბევრად უფრო ესე ვთქვათ პოზიტიური, ჰარმონიული და ენერგიულები იქნებით და ეხლა რადგან მაგალითად ბრაზდებით, შეიძლება მე გაგეცინოთ. ანუ ეხლა რეალურად შეიძლება არ ბრაზდებით თანაფერზე, უბრალოდ დაღლილები ხართ და აქედან გამომდინარე ყველაფერი შეიძლება რომ გაღიზიანებდეთ. ამიტომ მაქსიმალურად ენერგიების აღდგენას დაუთმეთ დრო და აქაც პარტნიორულ ურთიერთობებში ითხოვს რაღაცის ახალ ეტაპზე გადასვლას, თუმცა ეს ამ ახალ ეტაპზე გადასვლა არის ჰარმონიული, არ არის ნეგატიური, მაგრამ ამ ჰარმონიულობას შეიძლება ამ თვის ბოლომდე ვერ ამჩნევდეთ, იმიტომ რომ გადაღლილები ხართ და დონეზე შემიძლია თქვა რომ დასტრესილებიც კი. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ რომ ავიმაღლოთ ჯერ ენერგია, დავისვენოთ და მხოლოდ მერე შევუდგეთ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას. ეს იყო მეგობრებო, სულ რაც მინდოდა რომ მეთქვა, თუ რამე კონკრეტული კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ რომ დამიწეროთ კომენტარებში და გიპასუხებთ, უფრო ესე ვთქვათ, დეტალური რაღაც საკითხები თუ გაინტერესებთ, ან რაღაცა კონკრეტული დღეები თუ გაინტერესებთ, რაღაცა კონკრეტულ ქმედებასთან ან აქტივობასთან დაკავშირებით. მე გიხდით ძალიან დიდ მადლობას, რომ იყავით ჩემთან ერთად. გემშვიდობებით მომავალი 2 კვირით,
გისურვებთ ბედნიერ ორ კვირას. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩემთან ერთად. ღამე მშვიდობის.